მოგესალმებით. დღეს მინდა ერთ ძალიან საინტერესო ქართულ პროექტზე გესაუბროთ, რომლის შესახებაც ჩვენს ხელთ არსებული მასალებიდან ვიგებთ. ეს არის TV ბაზალეთი Lake, ოფიციალური სახელით საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმა. მოდი ვნახოთ, რა არის აქ განსაკუთრებული და შენთვის რა შეიძლება იყოს ღირებული. თავარი რაც თვალში მომხვდა, არის ის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიას, ChatGPT-ს იყენებენ, ამ ტექსტზე დაფუძნებულ ხელოვნურ ინტელექტს. და მიზანი. განათლება, ეკოლოგია, მშვიდობიანი ცნობიერება. ეს ყველაფერი ერთად. საინტერესო არა? კი, ნამდვილად საინტერესოა, განსაკუთრებით როცა ვხედავთ, როგორც ცდილობენ ტექნოლოგია დააკავშირონ კონკრეტულ ფასეულობებთან. შენს მიერ ნახსენებ მასალებში წერია, რომ პლატფორმას 4 ძირითადი მიმართულება აქვს. 4. დიახ, ეს არის ეკოლოგია და ბუნება. აქცენტი კეთდება საქართველოს ბუნებრივ რესურსებზე, მაგალითად დაცულ ტერიტორიებზე, ან ზოგადად გარემოს დაცვაზე. წარმოიდგინია, შეგიძლია კითხო ამ ხელოვნურ ინტელექტს, თქვათ, რა პრობლემებია კოლხეთის ეროვნულ პარკში და მიიღო მოკლე გასაგები პასუხი. გასაგებია. ეკოლოგია პირველი. კიდევ? მეორეა ისტორია და კულტურა. ჩვენი მემკვიდრეობა, ტრადიციები, ღირსშესანიშნაობები. მესამე, ჯანსარი ცხოვრების წესი. აქტიურობა, ბუნებრივი კვება, ფსიქოემოციული ბალანსი, ეს თემები. და ბოლოს, მეოთხე, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, მშვიდობიანი ცნობიერება. მშვიდობიანი ცნობიერება? ხო, თემები როგორიცაა მეგობრობა, თანაგრძნობა, რაღაც ეთიკური განათლება. აქცენტი კეთდება ჰარმონიაზე, როგორც პიროვნულ, ისე საზოგადოებრივ დონეზე. მკაფიოდ პოზიტიური და შემეცნებითი ჩანს. ეს მიდგომა, რომ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენო კონკრეტულად ამ ფასეულობების გასავრცელებლად, ცოტა უჩვეულოა. ვინ არიან ავტორები, თუ ვიცით? დიახ, წყაროებში წერია 2 სახელი. იოსებ ძახაშვილი და დაჩი ბერძენიშვილი. იოსები და დაჩი. ხო. და აღწერილები არიან როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარებაზე ორიენტირებული შემოქმედები. აქ ჩანს, რა არის მათი მიზანი. აიღონ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და შეუთავსონ ეს საგანმანათლებლო მიზნებს, თანაც საქართველოს კონტექსტში ჩვენს ღირებულებებთან. და აქვე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ხაზგასმული. რა? რომ ეს პლატფორმა არ ეხება პოლიტიკას, რელიგიურ დაპირისპირებებს ან სამედიცინო საკითხებს. გასაგებია. როგორც ჩანს, უნდათ რომ შექმნან სანდო, ობიექტური სივრცე, არაპოლარიზებული, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების განათლებას და საზოგადოებაში ჰარმონიას. გასაგებია, შეგნებულად ავლებენ საზღვრებს, ინარჩუნებენ ამ პოზიტიურ და საგანმანათლებლო ფოკუსს. ეს საინტერესოა თავისთავად და თუ ვინმე დაინტერესდა, ვისაც სწორედ ასეთი შინაარსი აინტერესებს, სად შეიძლება ამ პლატფორმის პოვნა? სოციალურ ქსელებში არიან? კი, საკმაოდ აქტიურები არიან, როგორც ჩანს. მათი პოვნა შეიძლება Facebook-ზე, Instagram-ზე, Threads-ზეც არიან, TikTok-ზე, YouTube-ზე, Twitter-ზეც კი, X-ზე. თითქმის ყველგან. ხო, და კიდევ რისაც უშუალოდ GPT ვერსიასთან უნდა ინტერაქცია, ChatGPT პლატფორმაზე არის პირდაპირი ბმულიც, წვდომა საკმაოდ მარტივია, მრავალფეროვანი. კარგი, მოდი შევაჯამოთ, მაშინ რას ნიშნავს ეს ყველაფერი შენთვის როგორც მსმენელისთვის? TV ბაზალეთი Lake არის ჩემი აზრით საინტერესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგია, როგორიც ხელოვნური ინტელექტია, მოარგო ძალიან კონკრეტულ ღირებულებებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო მისიას, თანაც რაც მთავარია ადგილობრივ ქართულ კონტექსტში. და აქ მნიშვნელოვანია მცდელობა, რომ შეიქმნას სანდო და ობიექტური რესურსი, თან მკაფიოდ განსაზღვრული თემებით. აქცენტი ჰარმონიაზე, ცნობიერების ამაღლებაზე, პოზიტიურ განათლებაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის, ნამდვილად გამოარჩევს ამ პროექტს დღეს. ეს არის მცდელობა, რომ ტექნოლოგია გამოიყენონ არა უბრალოდ ინფორმაციისთვის, არამედ, გარკვეული ეთიკური და კულტურული მიზნებისათვისაც. მართალია. და ბოლოს, მოდი ერთი კითხვა დავსვათ დასაფიქრებლად. როგორ ფიქრობ, ხელოვნური ინტელექტისა და ასეთი მკაფიო კულტურულ ეთიკური მისიების შერწყმამ, როგორც ამ TV ბაზალეთი Lake-ის მაგალითზე ვხედავთ, შეიძლება თუ არა, რომ მომავალში შეცვალოს რაღაც საგანმანათლებლო ინსტრუმენტების სახე,
არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უფრო ფართოდაც. საით შეიძლება წავიდეს ეს ყველაფერი, ტექნოლოგიისა და ფასეულობების ასეთი თანხვედრა.